და აი აქ იწყება ქაოსი. მეგობრებო, ნახეთ რა პოზიცია, ყველაფერი ერთმანეთს უტევს, ყველაფერი იცავს. ხო და ესეთი პოზიციას რო თამაშობს თაია. მაგრამ გამოიწერეთ ჩვენი არხი და დალაიქეთ ეს ვიდეო. ხო თაია. ყველა თამაშო ბაბა, რისთვის ვიღებ ვიდეოს, რისთვის თამაშობ, რისთვის ვაკეთებ ამოცანებს, რომ გამოიწერო ჩვენი არხი. მოკლედ 8 წლის ასაკში საკმაოდ კარგად თამაშობდა. რა გაკეთებ ლაგ, გაკეთებული. ხო, ძალიან ბევრი. აი, აქეთ გახედე პროსტა ამდენი ლაგ გაკეთებული. 5, 6, 7, 8, 9 მილიონი ლაპოსრა. მაგიტო გამოგივიდა 2 საათი მაგიტო ითამაში, ხო? ამდენი სვლა რო იყო. ოთხარი რამდენი მოგრეთიმ კი 600 ეხლა. 600-ზე. დავაკლე. დაკლე 600-ზე ახვედი, მაგრამ ეხლა 600-ზე ავედი, მაგრამ მე ცოტა ლეწა თამაშობ და ჩავედი. 600-ზე და ბატონ ჩენჩი ხომ მაინც წამიყვანდა. ბატონ ჩენჩი მაინც წამიყვანა, ამა და იმენა მაინც რომ შემოვედი აღარა ვარ იცებ და გაგიჟდება ვიღაცა. გიჟდეო, რითიც იყონსო. თარავი და ამ 600-ზეო. სხვადასხვის კარცემა ბოლოს აი უყურეთ ბოლომდე ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ ისეთ რაღაცები ხდება მოკლედ და ბოლოს ისეთი დეგენერატული სლაგა კიდე კარცემა იმენა თქვენს ვერ გააკეთებთ მაქსლას რატომ გაგერყიათ ეტლი E5 აჰა ეს პარტია როგორ გახსოვს დამახსოვრებული ვარ ხო კომპიუტერი ვარ არა კი ბატონო სხვათა შორის მე-60 სვლაზე ვარ და თაიას მე-60 სვლას კი ბატონო აი ეს არის როცა ბრძოლობ ეგეთი პარტიები გახსოვს როდესაც არ ბრძოლობ და არ მუშაობ და ფასთან ეგეთი პარტიები არ გახსოვს მოგესალმებით მე ვარ ეზი ჭკუასელი ეროვნული ოსტატი ჭადრაკში ეს არის გვერდი ჭკუა მოკლედ დღეს ძალიან საინტერესო პარტია უნდა განახოთ მოხედი მათი ეს არის ჩემი შვილი თაია ჭკუასელი ხო ვანახოთ კი ბატონო ხო აი წინა ვიდეო რაც იყო კალსენთან რო 6 წლის ასე თამაშა ეხლა დღეს ესეთი ჩელენჯი გავაკეთეთ 8 წლის კალსენს თუ მოუგებდა 8 წლის ასაკში რო იყო კალსენი მას ვათამაშეთ თაია და მოკლედ პარტია კი არა იყო ქაოსი ომი რა ვიცი მე შეცდომების კორიანტელი იყო კიდე შეწირვები რა ვიცი რა საათი და აი არ გინდა დავლა საათი და 20 წუთი თამაშობდა სადღაც თაია რამდენი ხანი თამაშობდი 2 საათი და 20 წუთი 2 საათი ოღონ ძალიან დიდხანს თამაშობდა მოკლედ თაია და რა ვნახოთ რა გამოვიდა რა მოხდა ამდენი ხანი რატო გაგრძელდა რა ქაოსი იყო ეგეთი დაფაზე იმედია გამოიწერთ ჩვენ ახსენ და სხვა რაზე უნდა გამოგვიწეროთ აბა დაწერთ კომენტარებში რაზე გამოგვიწერთ და გადავიდეთ კი ბატონო დამავიწყდა მე თაიამ შეგვახსენა გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო რათა მეტმა ადამიანმა ნახოს მოდი ახლა ხილაკს დააჭირეთ იდეას დააჭირეთ რაღაცა ხილაკს აი ჩემ ბოდეს დააჭირეთ ო თაიას ბოდესფერი ხილაკს დააჭირეთ ახლა წავიდა მოკლედ პარტიის გარჩევა აბა ყურადღებით ახლა და მე რა ყურადღებით მე ხო ვითამაშე ხო და ახლა ნახოთ რა შეცდომები დაუშვი რა უნდა გეთამაშა ესე იგი შავებით არის თაია თეთრებით არის მაგნუს კარლსენი 8 წლის ასაკში რა ფერებით იყავი ყავისფრებით ცოტა შავისკენ რომ მიდის ხო კაი დავიწყოთ რატო ქეკავისფრით E4 თაია მითამაშა E5 კუც4 ალბათ კალსენს საბავშვო შამათების გაკეთება უყვარდა ბავშვობაში ხედარი F6 თაია მიცის რომ ეს არ უნდა დაუშვას D3 აქ საერთოდ ჯობია ხოლმე რომ ჯერ მხედრები გამოვიდნენ ხო თეთრებმა ვიდრე ეს პაიკი მხედარი C6 სწორედ ასე მოიქცა თაია Q5 აქ ნახე რა გააკეთა ეხლა კალსენმა მხედარს ვერ უწევთ რადგან მე ლაზიერს გვიკლავთ აი აქ იცი რა უნდა გამოხვიდე ხოლმე Q შენ აქ გამოხვედი Q5
აი აქ Q5-ს შეიძლება Q7 ჯობდეს კიდევაც, რადგან აი ამ მუქარას ვირიდებთ თავიდან. აქ შენ თამაშე Q5, მხედარი C3 გამოვიდა ის, გამოიყვანა მსუბუქი ფიგურები. მე აქვს გავაკეთე. ოჩახ გახსოვს. ეს პარტია სხვათა შორის დილას ვითამაშეთ, მაგრამ იმდენი ხანი გაგრძელდა, იმდენი ხანი რომ ჩემს დედას ჭადრაკიც დაიწყო, ჩემ დედას და ჩემს სკოლაც დაიწყო უკვე. სკოლაც დაიწყო უკვე, თაია სკოლაში წავიდა. პირველ კლასში შევიდა. ერთი კვირა სკოლაში წავიდა. ხოდა სკოლას დაეწყო და ვეღარ მოვასწარით გადაღება. ამიტომ ეხა საღამოს ვიღებთ ამ ვიდეოს. მაგრამ კიდე ახსოვს ეს როქი. ძალიან კაი. მოიწიე ცოტა წინ. ეს ხედარი მე კომპიუტერი ვარ. ეს ყველაფერი მაწყობს. ბატონო. ეს ხედარი C2 რა თქმა უნდა კალსენმა არ ითამაშა, ეს უზუსტობა იყო, ეს ხედარი დასაწყისში საერთოდ ეცადე ხოლმე რომ ერთი ფიგურით 2-3 სვლა არ გააკეთო. იმიტომ რომ ძალიან ცუდია ეს და ბევრ დროს კარგავ. ამიტომ ხედარი C2 იმის ძალიან ცუდი სვლა იყო. D6 აი რატო იყო იცი ხედარი C2 ცუდი სვლა? აქ შეგეძლო რაღაცის მოგება. რაღაცა ტაქტიკა იყო, აი რაღაცა შეწირვა და მე იმაზე უკეთეს რო ვიღებთ. აბა შავებს რა შეეძლოთ? რაღაცა უნდა შეგვეწირა, თქვენც იფიქრეთ აბა და დაგვიწერეთ თუ ამბობთ. ჯერ მე უნდა ვიფიქრო, ჯერ გამომწერების საქმე იგარა. აი, ჯერ შენ იფიქრეთ და გამომწერები იფიქრებენ. შენ არ დადეულა ეს ვიდეო. როცა დაიდება მაშინ იფიქრებ. აბა რაღაცა ტაქტიკური სვლა არის, რის შემდეგაც რაღაცას ვიგებთ. ანუ მე 7 სვლა. აი რაღაცა უნდა შევწიროთ და მე დავიბრუნოთ ის და კიდე უკეთესი მივიღოთ. ეგრე ახლა რა გავიგო? არ ვიცი, საუკეთესო სვლა მოიფიქრე მაშინ. მიდი. D6 რო ითამაშე, რაღაცა შანსი გაუშვი ხელიდანო. ხედარი D4. ხედარი D4 შეიძლება, მაგრამ ახლა უყურე აქ რა სვლა არის. თქვენ თქვა? დააპაუზებენ ამ ვიდეოს თუ არ უნდათ რომ თქვა? არა. ისმ. მე უნდა ამოხსნა იცოდე. მიდი. შენ არ უნდა თქვა. აი, არც იფიქრო. ერთ წუთს მოგცე. თუ ამოხსნი ამოხს, თუ არა და ვიტყვი. Q4. აქ Q4 იყო საუკეთესო სვლა. Q4, მეფე E4 და მხედარი G4. ლაზიერი ტყუს უგებთ და მხედრით ქიშს ვეუნებით. Q4, მეფე E4, მხედარი G4 ქიში და მეფე რო გაიწევა, ისევ კუს დავიბრუნებთ, პაიკი მოვიგეთ და მეფე საშინელი დარჩა. ამიტომ ყოველთვის ქიშებზე და მოკლებზე იფიქრე, ხო? მე აბა ვინდა გამოიცნობ 2 წელი. არ ვიცი. გამოიცანი. მე გამოვიცნო. ძალიან კარგად იცი ახლა მატყუები შენ. ვიცი გამოიცანი, ტიპებუკინა თვალით გამოიცანი, აბა. სოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში. კიდე ერთი? ტანვარჯიშის სოფლიო ჩემპიონი. მე ვიყრი რა. კარგი. დაჯი. მოჭადრაკე პირველი და მე მოტანვარჯიშე. კი ბატონო. პაკეტი მაინც შემიძლია. ათუ გინდა ახლა ვიდეოში გავაკეთე. არა, ვიდეოში არ გვინდა შევაკეთები. ეხლა ჯერ აი მას ვარჩევ და ეხლა ყურადღებით იყავი, რომ აქ ცუდი სულებზე უნდა შენიშვნები მოგცე. თუ იქნება? მე არ მიყვარს. აბა, არ გიყვარს და არა უშავს. მე არ მოვისმე. კაი. თუ არ მოისმე, ვერ განვითარდები და ვერ გაძლიერდები. შეშინე. უყურე ხა. ხედარი F3 გამოვიდა, ხო? ალმითარებს ფიგურებს. Q6. საინტერესო სვლა შეიძლება და Q4-ზე გამოსვლაც. Q6 შეიძლება აქ ეს გაცვლა რამე დიდად საშიში არ არის. Q4 ალბათ ცოტა უკეთესი იქნებოდა. ნუ თუმცა Q6-დაც არაფერი დაეწუნება. Q6 მოუკლა მაგნუსმა. ჩვენს მოუკალით. ხედარი D4, ეტლი B1. ეს ალბათ ძალიან უზუსტო სვლა იყო აქ რა უნდა არ ვიცი. შენიცი რა უნდა აქ? კი. რა უნდა? ჩემი თავის ტვინის შეწუხე. შეიძლება. აქ შენ რა ითამაშე, აბა გახსოვს? აბა თუ კომპიუტერი ხარ.
დიახ, ალბათ მემახსოვრება. გისმენ. ხედარი F3. იო, საიდან გავს. ხედარი F3, კი ბატონო, პაიკი მოუკლავს. ეს გავარებული პაიკები ძალიან ცუდი მიიღო მაგნუსმა. H6, ნუ შეიძლებოდა ესეც Q2. მე ვიტყვი რა ჟლებს. მე გოდა თუ გამოიცნო. გამოწერილი ჩემხარეს ეს არის რომ გამოიცნო. რა თამაშია. ой. ვაი არა ის. აქ იცი რა მაგარი შესაძლებლობა ქონდა? თუნ ცოტა ისეთი დასანახია რთული. ლაზერი დეშვით. არა. ორი წამი არ თქვა თორე. გახსოვს შენ რა გინდოდა? აი აქ შამათის გაკეთება რო გინდოდა? მე აბა რა ითამაშე? ხედარი H5. ხედარი H5. ხედარი H5 უნდა გეთამაშა, მაგრამ შენ ხედარი აი აქ ჩამოწიე. ხედარი D7 ჩამოწიე და აქ იყო ძალიან მაგარი სვლა. ხედარი G4. წირავდით მხედარს, ნახე? პაიკი რო გვიკლავდა უკვე ყუთი ქიში. და ყუთი ქიში. და მე გახსნილი და ლაზიერი და აშამათებდი აქ, მაგრამ ხედარი D7 ითამაშე შენ B4. კარგს რო ხედავ, ცოტა დაჭკვიანება მჭირდება. ნამდვილად. ცელქი რო ვარ. A3. ისე ცელქი ვარ და ისე ის ვარჯიშო ჭადრაკი არ გამაჩნდა. უყურე, აქ შენ თამაშე ლაზიერი H4 რო შამათი გაგეკეთებინა. მაგრამ ძალიან მარტივი რაღაცა არ მოკალი. და. ხო, ანუ ესე არ უნდა იმას ქნა, მამა, ნახე. როდესაც რაღაცა კარგი სვლა გააქვს და შენ მოდიხარ ლაზიერ H4-ს, იმიტომ რომ რატომ მოდიხარ? რომ შამათი გაუკეთო, რომ იქნებ მეტოქემ ვერ დაინახოს. ეგეთი რამე არ უნდა გააკეთო. ეგე? ანუ ვერ დაინახოს მეტოქე და მე გამოუგებო, მაგრამ რომ დაინახოს, მე არაფერი არ არის. აი აქ ლაზიერის გამოსვლას, ხო? იმის იმედით, რომ შამათს გაუკეთებ, არ არის სწორი. უბრალოდ ნახე, ეტლი F3 შეგილია მოკლა. და მე ესეც მოკლა და რა ვიცი მე მოგებული გაქვს პოზიცია. აქ შენ თამაშე ლაზიერი H. ეტლთან ამოყვა კუჩარჭობდა. შე კი იქ ყუთი ჯობდა. ხედარი G3 დაიცვა ხო ეს შამათი შე რო გინდოდა. ეტლი F6, ეს ეტლი F6 რატომ მოხვედი? ანუ რა გინდოდა? აი ლაზერი მინდოდა. აი ესეთ ლინს მოვედი რომ აი ეს დამეყენებინა. ანუ გაგეორებინა ეტლი რომ მე იქ შევარდნილიყავი ხო? კი ბატონო. A5 მოვიდა აქ რომ უნდოდა ესე და შენ იქ გამოეჭირა ხო? აქაც კი ქონდა შანსი. მე იცი რა ვქენი? ხო. აი კი C6. ოჩხ. აი გოგო ხარა ესე რო გახსოვს პარტიები, ესე იგი ნაფიქრი გაქვს. პაიკი C6 რომ ამაზე ჩამოსულიყავი, მაგრამ მე იცი რას გირჩევდი? რომ აი პაიკი. ხო, რომ ეს ყუ აქ რო ჩადიხარ, ნახე რა მაგარი ყუ ხდება და იქ C7-ზე რო ჩადიხარი, გეკეტება. C6, C3, ეტლი AF როა მშვენიერი დააწყვილათ აი ამ ეტლები, რომ შეუტიოს აქ შევიდეს. A5-ზე უბრალოდ ყუ ჩამოწია, ეტლი F1. აი აქ ქონდა ძალიან მაგარი შანსი და ჩემი აზრით აქ უფრო ადვილად შეგეძლო ძალიან დიდი უპირატესობა მიგეღო. აქ ეტლი F3 კი ბატონო ძალიან კარგია და აი აქ ითამაშე უხეში შეცდომა. ნახე ლაზიერი F6 შენ კარგი სვლაა რომ აი ამას ყველას აწყვილებ და აქ გინდა რომ მე მოკლა და შამათი გაუკეთო, ხო? მაგრამ ნახე, მოდი ბარემ პაიკიც მოკლათ აქ. და მე აქედან მოუგოთ ეს. მიხდი? ნახე, ბარემ შეგვილია პაიკი მოკლათ. ლაზიერი F6, კი ბატონო, Q3 და ყველაფერი დაიცვა უკვე მაგნუსმა. D5 ცენტრის გახსნა მშვენიერია. დაწერეთ კომენტარებში, მოვიგეთ სწავაგე. იმედია დაწერთ სწორს და მეც არ მომკლავთ. კი ბატონო, გააჩერეთ ვიდეო, დაწერეთ თქვენი აზრით რა მოხდება ამ საინტერესო პარტიაში. არა, სანამ ჩართავთ ვიდეოს. აი მანამდე თქვით. კი ბატონო, მაგრამ ამამდე აქამდე როგორ მოვლენ თუ სანამ ჩართავთ?
იც მას კი არა. რა. ანსოს. დოლე. დალია თაიამ წყალი აგზელებთ ვიდეოს. ესე იგი, ხო, აქ ყველაფერი დაიცვა მაგნუსმა, თაიამ ცენტრი გახსნა და აქ ითამაშა მაგნუსმა ძალიან მაგარი სვლა მხედარი F5. რატომ მაგარი? იმიტომ რომ აი ნახე გახსოვს შერაქენი აქ რაქენი. მოუკალი, იმ არა მოგიკლა მერე. ეტელი. ხო, ან გადაკეტა ეს ლაზიერი, რასაც იცავდა. მხედარ F5-ზე ხო ეტლი უნდა გაგეწია შენ, რომ არ მოგეკლა. და ჩვეულებრივად გაგრძელდებოდა პარტია. თუმცა შენ მოკალი ეს იყოს შეცდომა. მაგრამ მეც ხომ მოვკალი მე ეტლი. მხედარი მოუკალი შენ. პარტიაში მერე. მერე არ ვიცი, ნახოთ რა იქნება, ხო? ყურადღებით უყურე. აქ აიკი F4 ეს ხოდაშორის არ იყო, ცუდი სვლა, კაი სვლა იყო ეს. ძალიან ჩაკეტილი ყავთ უკვე თეთრებს ფიგურები. კუბერვა, აი ეს იცი ბრალია, რომ გეგმა არ აქვს, რომ აი რაღაცა გააკეთო. ძალიან რთული სათამაშო იყო ეს პოზიცია, ხო? აი თითქოს ვერაფერს ვერ აკეთებ. აი ეს მოკლედ არაფერს გვაძლევს. მხედარს არ აქვს უჯრები, ყუს არ აქვს უჯრები. აქ პაიკების შეტევა არ გამოვა, რადგან მეფე გაგვეხსნება. ხო, ძალიან რთული სათამაშო პოზიცია იყო ეს. მე მაინც. მაგრამ აი ეს კუბერვა არ უნდა ჩახვიდე, ხო? აი რა აზრი აქვს მითხარი, აბა აი შემოგიტრიალდა ეს ყუ და გეკითხება აქ რა მინდაო. რა და მინდა და არაფერი არ უნდა აქ ხა. ანუ არ არის კარგი სვლა. აქ ხა უნდა გააუმჯობესო შენი ფიგურები, როცა არ იცი რა გააკეთო. გააუმჯობესე შენი ფიგურების მდგომარეობა. მაგალითად მხედარი ძალიან ცუდად დგას აქ, შეგეძლო ლაზიერი გაგეწია, მხედარი აქ დაგედგა. კუბერვა არ იყო კარგი სვლა აქ. CD, ED, ლაზიერი D5 და დაიწყო ქაოსი. აქ უკვე მიიღე ძალიან ცუდი პოზიცია. აი აქ უბერვა იყო. ძალიან ცუდი სვლა. ნახე, აქ უნდა რომ მოგიკლას და შენ რომ მოუკლავ, კიდე მოგიკლას. აქ უნდა დაგეცვა ლაზიერით ეს, შენი პაიკები. კუბერვამ ნახე რა გამოიწვია. მოკლა ლაზიერი D5 უკვე მეფესაც ხედარსაც გემუქრება. ეტლი გადავა. ი ბატონო, ეტლი გადააფარა ეს დაიცავი, მაგრამ კიდე ერთი პაიკი წააგე აქ. Q6, აქ ეს რატო არ მოგიკლა, არ ვიცი, მაგრამ ნუ თეთრებს აშკარა უკეთესი აქვს ეს პარტია. მხედარი F8. ვითომ ლაზიერს არ გაწევდა, რა თქმა უნდა, გაწია ლაზიერი C8. ეტლი C7. ანუ ეს არ არის რა ისეთი მუქარები, მაგრამ რომ მოუგე არ გაწევს. ანუ ისეთი მუქარა უნდა შევქონათ, რომ მეტოქე ვერ შეძლოს დაცვა. ეგე? ანუ ესეთ მუქარებს ხო, მაგრამ მაშინ გაუმჯობეს პოზიცია. ანუ თუ რამეში გაუმჯობეს. ეტლის პოზიცია გაუმჯობეს და ვითომ? არ ვიცი, მე F5-ზეც ცუდი არ იყო ეს F3-ის გატარება. C5-ზე არ ვიცი რა შემუქრები. თუ მაგიტო გააკეთე კი ბატონო. ლაზიერი G4, G5. ეხლა ამ შემთხვევაში შეიძლება ამ პაიკის წასვლა, მაგრამ ზოგადად ვურჩიოთ, რომ როდესაც როკი აქეთ გაკეთებული, ეს პაიკები არ წახვიდეთ და არ გახსნათ ხოლმე მეფე. იმიტომ რომ მეფე ძალიან სუსტდება. ეტლი A2. იმ თეთრებისთვისაც არ არის მთლად ადვილი სათამაშო ეს და მაგიტო მეტოქი არა დებილი. მეტოქი არა სუსტი ეგ კი, მაგრამ თვითონ პოზიცია ნახე, რაღაცა გეგმას არჩევა უჭირს მაგნუს. ლაზიერი F7. კიდე ემუქრები ამას. ეტლი გაწია E4. ეს ძალიან საინტერესო სვლა იყო, იმიტომ რომ ანუ ვერაფერს ვერ აკეთებ. ხო, აი რაღაცა ხომ უნდა გააკეთო, პოზიცია ხომ უნდა ითამაშო. შვენიერია. ანუ შეიძლება პაიკი დაუთმოთ იმის თანაცვლოდ, რომ რაღაცა გავხსნათ, შეუტიოთ, ვითამაშოთ, თამაში ვითამაშოთ, აი ტყუილი სვლების გაკეთებას ჯობია რომ რაღაცა ვითამაშოთ და ვისი ამოვნოთ ჭადრაკით. შევწირო და მე ვითამაშოთ. ხო, აი გავხსენით მეფე. ეტლი A3 ეს ძალიან ცუდი სვლა იყო. აქ ალბათ შენც უნდა მოგეკლა ეს და მეფით და რავი გაიხსნებოდა. მაგრამ შენ ალბათ გინდოდა რომ იმას მოეკლა. ვახ, იმას მოეკლა რომ მე შენც მოგეკლა, ხო? და უფრო გახსნილიყო შეგეტია, მაგრამ ნუ არ მოგიკლა, აი ჩაგიკეტა. ამიტომ ჯობდა რომ მანამდე შენ მოგეკლა და გაგეხსნა. S3 ეს რატო ითამაშე? რა? S3. მე ყუს დამხრება მინდოდა. და რო გიკლავდა?
კი ბატონო, აქ მეფე გახსნა ესე, გაიხსნა. მინდოდა რომ რამის გავაკეთო, სხვა რა უნდა გავაკეთებინა, მაინც რამის გავაკეთე რა. სხვა რა უნდა გავაკეთო. კი ბატონო, უნდა იფიქრო და გეგმები დასახო. ნახე? ეხა ეს არის დაბმული. შეუტიე ამ ფიგურას? კი. კი? რა ითამაშე? ჯერ არ შემიტევი, ცოტა მე შეუტიე. აჰა. აი, ლაზიერი ერვა. რა გინდოდა ლაზიერი ერვა? სათაბა. აი აქ ეს რატო გააკეთე? ეგ ლაზიერი ერვა რა, 7 წერია. ერვა არის, ერვა. აი, ნახოთ აბა მე რატო გააკეთე? D5 ეტლი E7. აი, ამ ეტლის გადმოსაყვანად რომ ესე შეგეტია, ხო? კი ბატონო, აი ესეთი მუქარები შექმენით ხოლმე რომ იდეებით ითამაშეთ. აი რაღაცისთვის ტყუილისვლები არ აკეთოთ. C4. სწორედ დანებდით. ო, ეს C4 რაღაცა შეეშალა მეგონი კალს ეს არა? ხო, გახსოვს რომ აკლევინებდა ყველაფერს, აიკებს. აქ მოგაკლე. და რაცა გეგმა ქონდა. აი აქ ქონდა გეგმა C5 რომ ეს დაგიჭირა. ნახე, Q5-ს ხო არ მოგიკლია ეს? მოუყალი? მოუყალი? აი, ნახოთ, Q5-ს თუ მოუყალი, ლაზიერი C4 ქიში და წააგებდი Q-ს. აი შენ ის მოუყალი, იქით პაიკი მოუყალი. ეს გაგიმართლა მე მგონი, იმიტომ რომ ემას რატო მე ვხვდი რომ რა ყველა არ მოდიოდა, რათა გეგმა ქონდა, სხვა პაიკი მოუყალი. კი ბატონო, სხვა პაიკი მოუყალი. Q-H2, ლაზიერი G2. აი დამინახე ეს გეგმა, ვიცოდი ყველა არ მოდის ხო. ლაზიერი B5 ქიში, უკვე შეტევა დაიწყე შენ ეტლი D3. და აი აქ იწყება ქაოსი. მეგობრებო, ნახეთ რა პოზიცია, ყველაფერი ერთმანეთს უტევს, ყველაფერი იცავს. ხო და ესეთი პოზიციას რო თამაშობს თაია. ბარემ გამოიწერეთ ჩვენი არხიდან და ლაიქეთ ეს ვიდეო. ხო თაია. ყველა თამაშო ბაბა, რისთვის ვიღებ ვიდეოს, რისთვის თამაშობ, რისთვის ვაკეთებ ამოცანებს, რომ გამოიწერო ჩვენი არხი. კი ბატონო. რისთვის ვიღებ პარტიებს. აი. ეხა ნახე, აქ ლაზიერი B2 ქიში, ეტლი D2 და კიდე ქიში, ეტლი D3. ეს თაიამ იმიტომ ითამაშა, რომ აქ გახსნილი ქიში, ხო, და დაბმულ ფიგურაზე ვიცით რომ უნდა შეუტიოთ, ხო, ჩვენ? და ამიტომ უტევდა D3-ს. ლაზიერი E4 დაიცვა იმანაც. მოკლედ 8 წლის ასაკში საკმაოდ კარგად თამაშობდა. რა გაკეთებული? ხო, ძალიან ბევრი. აი, აქეთ გახედე, პროსტ ამდენი სლაგ გაკეთებული. ეი 5 6 8 მილიონი ზლოტოს რა. მაგიტო გამოგივიდა 2 საათი მაგიტო ითამაში, ხო? ამდენი სლა რო იყო. მე ნახეთ თქვენ კიდე ეს ცოტა დიდი ვიდეო გამოგვივა, მაგრამ არა უშავს ღირს ისეთი ჩახლართული პოზიციები ითამაშათ აი ამ გადაიღეთო. ჭადრაგზე ვიდეოებია. კი ბატონო. Q2 აქ გადააფარა ლაზიერი B5 ისევ რომ ეტლი არ გავიდეს. ეტლი F6, ეხა კიდე აქეთ შემოგვიტია რაღაცა. Q5 ძალიან მაგარისვლა Q5. მახედაუგე ხო რომ ლაზიერი რომ მოგიკლავდა, მე მოუკლავდი ყველაფერს და მოუგებდი. მოგიკლა ნეტა ამან? არა. ესე იგი რა. მოკლედ 8 წლის ასაკში მაგნუსიც ოხერი კაცი ყოფილა. ოხერი კი არა, რა ოხერი კაცი კი იყო, ძალიან ძლიერი თამაშობდა, მაგრამ ცოტა ალეწასავით იყო, არ თამაშობდა რაღაცა გადაარევს. ხო, მაინც ბავშვი იყო და რაღაც შეცდომები გქონდა, როგორც შენ რაღაცეები კარგად თამაშობ, რაღაცეები გეშლება. მაგრამ არა უშავს. რეიტინგში ხო? 4 რამდენი მოქვს რეიტინგი? 600 ეხლა. 600. დავაკლე. დაკლე 600-ზე ახვედი, მაგრამ 600-ზე ავედი, მაგრამ მე ცოტა ალეწა თამაშობდა ჩავედი. 600 და ბატონ ჩენჩი ხომ მაინც ამიყვანდა. ბატონ ჩენჩი მაინც ამიყვანა, მაგრამ იმენა მაინც რომ შემოვედი აღარა ვარ იცებ და გაგიჟდება ვიღაცა. გიჟდება 200 იყონსო. თუ არავიდა ამ 600-ზეო. რეიტინგში თამაში არ უყვარს თაიას. ბეზიო. მაგრამ საჭიროა, ხო? მაიმენ. რაღაცეებს ესეც უთხრათ, ხო? რაღაცეებს ისეცაც ვაკეთებთ, რაც გვეზარება. ან არ მოგწონს. ეხლა
გავაგრძელოთ, კაი. აი, აგერ ვითამაშე. მართლა? ვიცოდე? კი, მართლა იგი თამაშია. ოჩ. საჭი გასწორდი, რო კამერაში გამოჩნდა ნორმალურად. QF4 კი ბატონო გახსნილი ქიში უთხრათ აი ამ. მე P4 ჯერ ლაზიერს დაემუქრე, გაწია, კიდე დაემუქრე. ეხა D8-ზე. ეხა ეტლი F5 რომ მე ალბათ პაიკით გინდოდა. ეხა კიდე ეს H5 რო წახვედი აქ ლაზიერში მინდაო, მაგრამ რა იქნა გაიხედა პროსტ. 30-ზე მეტი სვლა გაკეთებული. გეტყვი ბოლოს რამდენი სვლა გაკეთებული. ეტლი D4 აქ უნდა ალბათ QF4-ის მოკლა და რომ მოკლავ მე მოგიკლას და ნუ მოკლედ ქაოსი დგას რა დაფაზე. ლაზიერი E5 დაიცავი, ლაზიერი C3, D2, ქიში, მე G7. რატო არ მოკლა? რა? ნუ ჯერ ქიში გითხრა და მე მოკლა. შეიძლება. ნუ თანაბარია ეხა ეს პოზიცია, მაგრამ ისეთ თანაბარია, კაციშვილი ვერ გაიგებს აქ რა მოხდება, ხო მამა? ლაზიერი H2 ქიში აქ მე მგონი გეგონა რომ ეტლი მოიგე, მაგრამ სხვათა შორის კაცებმა ბოლოს აი უყურეთ ბოლომდე ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ ისეთ რაღაცები ხდება მოკლედ და ბოლოს ისეთი დეგენერატული სლა გააკეთა კაცებმა იმენა თქვენს ვერ გააკეთებთ მაქსლას რატონი გაგერყიათ ლაზიერი G1 ქიში აქ უტევს, მაგრამ კალსენმა ლაზიერი F1 იდეალური სვლა მონახა. მაგრამ მე ერთ წამი ლაზიერი F1 იდეალური სვლა მონახა. შენ ეტლი არ გააკეთო რა, ისე მითხარი ხოლმე, კაი? ეტლი E5. აჰა, ეს პარტია როგორ გახსოვს? დამახსოვრებული ვარ, ხო კომპიუტერი ვარ არა. კი ბატონო, სხვათა შორის მე-60 სვლაზე ვარ და თაიას მე-60 სვლა ახსოვს. კი ბატონო. აი ეს არის როცა ბრძოლობ ეგეთი პარტიები გახსოვს, როდესაც არ ბრძოლობ და არ მუშაობ და ფასთან ეგეთი პარტიები არ გახსოვს. კი ბატონო, ეტლი E5 მოუკლა, ლაზიერი G4, ნუ ეს ეტლი დააბარო. აი, როცა უფრო მეტი ყავს, დენჩი ხო არა ვარ გაუცვალო. კი ბატონო. როცა მეტი ყავს, მეტოქეს არ გაუცვალოთ. და როცა მეტი ყავთ თქვენ, გაუცვალეთ. თუ რაღაც ზედმეტები გაქვთ, გაუცვალეთ. კაი, მოდი ახლა ცოტა ჩქარჩქარა მივყვეთ ამასთან. იმდენი ხანი მოგვიწევს, რომ რა ვიცი. მეფე კიდე 7 საათი დავჭირდი. კი ბატონო. მეფე E3, ლაზიერი E6 ქიში, მეფე D4, მხედარი G6, ნუ ეტლი კლავდა ამას, მეფეც. მოიცა. არ მათქემევინა იმენა ბავშვმა. აი მხედარი F4 ეს იდეალურად დადგა. ეტლი A3, აი ეს თუ გახსოვს, აბა? ეს? ხო. ეს როგორ არ მახსოვს? ეს გააკეთა ძალიან ცუდი სვლა კალსენმა. აქ თანაბარი პოზიცია იყო და ხო, ვიცი, ჩემი სვლა რა გააკეთა. ლაზერი E7. კი, ეს მომეწონა სხვათა შორის რომ გამოიყენე ყოჩახ. აი ამაზე გეუბნება დეგენერატული სვლა. კი, და აქ დაკარგა ეტლი. და მე უკვე შეუტიე დავანგრი. კი ბატონო. უკვე ძალიან აგებული და განადგურებული იყო. კი ბატონო. და ნახოთ ეხა მაინც მე მგონი ძალიან დიდი ხანი დაგჭირდა ამის მოსაგებად. ამ პარტიას. აქ წავიდა თაია. მოდი ცოტა მოვატყოთ ეს დავამუჩ. პაიკები წახვედი რომ ლაზიერში გინდოდა გასვლა, მაგრამ ლაზიერი ძალიან ოხერი ფიგურაა. ძალიან გადახარგებული. კი ბატონო. არ შეგარგებს რამის. მხედარი დაიცვა აქ. ქიში, კიდე ქიში, დადგა იდეალურად, ეხა ეს პაიკი წავიდა. ამ პაიკის გასვლა უნდა ლაზიერში, ან იმ პაიკის, მაგრამ აი ეს მხედარი ალბათ არ უნდა გამოგეწია აქ. იმიტომ რომ გაუხსენი ქიშების შესაძლებლობა, ნახე? აი დაიწყო ეხა ქიშები, ქიში და თაია ვერ ემალებოდა მოკლედ ამ ქიშებს. ტვინი შეუჭამა. მენა შემიჭამა ტავი. ქიში კიდე. ქიში. კალსენს უნდა და ამ ქიშის სიმღერა დავდო. აი აქ, ნახე? რეზი ისე. ამაზე რამ სიმღერა არ დავდოთ? არ ვიცი, ნახე. ქიში და აქ მხედარიც კი წააგო თუ არ მოუკლა ხო კალსენმა აქ. ქიში. რა ვიცი, ანუ ცდილობდა რომ არ გაეყვანდებინა ლაზიერში.
მე ვცდილობ რომ გამეცვალაზე და გავსულიყავი კი ბატონო გიჩივთ ისე მე არ გინდათ ლაზიერი ჩამათი გასწავლთან ერთი ეტლიდან ორი ეტლით ძალიან მარტივია მე ყველაფერი ნასწავლი მაქვს ერთი ეტლის გარდა ერთი ეტლით ვიცი სხვათა შორის კი ბატონო ქიში მოკლედ კიდე ქიში მე რაც არ უნდა ამიხსნა მე ყველაფერი მეწოდინება ცხოვრებაში აქ ეტლი რატო გააცოცხლე აი ეგ მაინტერესებს ეტლი რატო გააცოცხლე აქ და ლაზერი რატო არ გააცოცხლე რა აზრი მქონდა ლაზერს თუ ეტლა გააცოცხლე მაინც ლაზერი გააცოცხლე ხოლმე ყოჩახ ეგრო დაინახე მაგრამ მაინც გააცოცხლე ხოლმე მოკლედ არ დავინახია უბრალოდ ეტლი გააცოცხლე მოკლედ აქ კალსენმა ბოლომდე იბრძოლა და მთელი ქაოსი მაინც ბოლომდე იბრძოლა. იცი რატო? მაინც არ გქონდა წაგებული. ლიერწრეერად გქონდა, თითქმის უკვე ორ პაიკი მქონდა. ომარა ლაზიერში გადიხარ და წაგებული აქვს, მაგრამ მაინც ნახე რა ბოლომდე ბრძოლობს და სულ ქიშები არ გაყვანინებს მოკლედ ამას. ხარი რა პროსტარდეს არის. ქიში ლაზიერი F3 მოიცა აქ ახვიდი ლაზიერში? მეორეში. აქ სხვა გზა აღარ ქონდა ამაზე მეფე G3 იყო და ქიში აღარ ქონდა და მაგიტო ჩამოვიდა ეთყობა აქეთ მეორე ლაზიერი გააცოცხლე ლაზიერი კრატონგო სად აქ იცვლებოდა მე რა თუნდა წაგებული ქონდა ქიში აქ დააფარა ლაზიერი ისედაც ჩამათი იყო მაგრამ ნუ აზრი არ ქონდა ლაზიერი C6 ლაზიერი B7 და 122 სვლა 122 სვლა დღესთან აი მაგას დავძახე ეხლა დავამთავროთ ვიდეო და მე ვუხრათ კიდე მეკუღაცნოთ არა იყოს მე გავაცნოთ ოროდი გავაცნოთ მე გავაცნოთ თაიას დედიკო ხო გავაცნოთ მე მოვიფიქროთ და მე გავაცნოთ იქ ვიდეოს როდის გავაცნოთ აი იქ რო ვიდეოებს გადავიღებ ტურნირზე რო წავალთ მე გავაცნოთ მოკლედ 122 სვლა ითამაშა დღეს თაიამ კარლსენთან მაგნუსთან ხო და გამომიწერთ აი აღარ ასოდეს ვითამაშებ კერჭადაც დამანებე თავი ხო და მოკლედ რავი მე მგონი ძალიან გაგახალისეთ და ძალიან საინტერესო პარტია და ქაოსი და ერთი ამბავი იყო ამის პარტია თუ რამე რეზი ითამაშებ სამ პარტიას მე უკვე აღარ ვითამაშებ კარლსენს ხო და აი ესე დავასრულოთ ეს ვიდეო თუ მოგეწონათ ესეთი ვიდეო და ესეთი კონტენტი თუ მოგწონთ დალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ეხლა დავძახებ ჩემ დედას და ჩვენ სტატრამდე ისლა იყო ნახვამდის კარგად